დავიწყოთ იმ თემით, რაზე საუბარიც დავასრულეთ ჩვენს წინასწარმეტყველთან. ეს არის არჩევნების თემა. პრინციპში 4 სექტემბერი შორს აღარ არის, დრო ბევრი აღარ გრჩებათ. გვითხარით თქვენს პარტიაში რა ეტაპზე არის ეს პროცესი, რამდენად თქვენი გადმოსახედიდან ხედავთ რესურს საერთო კანდიდატებზე შეთანხმების და თქვათ ხომ არ არის უკვე გადაწყვეტილებები მიღებული მაგალითად რიგ მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, სადაც თქვათ ინდივიდუალურად შეიძლება აპირებდეთ კანდიდატების დასახელებას. აი ეს ეტაპი რომ გითხრათ რა ხდება? კი ბატონო, თქვენ იცით რომ ჩვენმა კოალიციამ ლელო ძლიერმა საქართველომ გახარიას გუნდთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობის მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ არც ერთ წერტილში არ ვიყოთ ერთმანეთის კონკურენტები და პირიქით გავაძლიეროთ ერთმანეთი და ერთად დაუპირისპირდეთ რუსულ რეჟიმს. ეს იყო ჩვენი ამოცანა. ეხლა უკვე ჩვენ ჩატარებული გვაქვს კვლევები, იცით რომ თბილისში ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, როცა ვეკითხებოდით თბილისელებს, ვინ იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური, ყველაზე მისაღები კანდიდატი მათთვის და ჩვენ ქონდა ესეთი დათქმა ერთმანეთში, როგორც კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს ისე გახარიას გუნდს, რომ მხარს დავუჭერდით თბილისელების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს. ეს პროცესი უკვე ფაქტობრივად გასულია ბოლოში, ბოლო კონსულტაციები მიდის, ბოლო ანალიზი და ალბათ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში არაუგვიანეს თბილისის მერობის ძალიან ღირსეულ კანდიდატს წარუდგენთ ჩვენ საზოგადოებას. რაც შეეხება მაჟორიტარებს, თქვენით რომ თბილისში 25 სამაჟორიტარო ოლქია, თვითოეულში გვეყოლება ჩვენ კანდიდატები, მაგრამ სადაც იქნება 9 ნომერი, მაგალითად არ იქნება 25 ნომერი, ერთმანეთის კონკურენტები არ ვიქნებით, იქნება შეთანხმებული კანდიდატი და ჩვენი კოალიცია დაუჭერს, სადაც არ იქნება წარმოდგენილი ჩვენი მაჟორიტარი, იქ ბუნებრივია მხარს დაუჭერს გახარია საქართველოსთვის კანდიდატს და ანალოგიურად მოხდება ჩვენ შემთხვევაშიც მათი ამომრჩეველი, მათი გუნდი, ადგილობრივი ელექტორატი მხარს დაუჭერს ჩვენ სამომრჩეველს და ერთიანად შევებრძოლებით რუსულ რეჟიმს. აი დედაქალაქის შემთხვევაში რაც ახსენეთ, ანუ ეს იქნება თქვენი კანდიდატი, რომელსაც გახარიას პარტიამ მხარს დაუჭერს თუ ეს იქნება ერთად შეთანხმებული კანდიდატი? ნებისმიერ შემთხვევაში ბუნებრივია ეს იქნება შეთანხმებული კანდიდატი, ამიტომ ვიძახი ბოლო ანალიზს ვაკეთებთ, რა ჯობია, რომელი სტრატეგიის გამოყენება ჯობია. თავარი ამოცანა არის, რომ რუსული რეჟიმი დამარცხდეს, რუსული რეჟიმი დაზიანდეს. ცნობილია ვინაობა ამ კანდიდატის? გადაწყვეტილია? გადაწყვეტილი ამ წუთას ნამდვილად არ არის, როგორც გითხარით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ეს ჩემი ვარაუდია, არ გაცდება 10 დღეს, ყველაზე უკიდურესი ვადაა, დასახელებული იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი. პარტიის წევრებზია საუბარი, წევრზე უბრალოდ საუბარი თუ შესაძლოა ეს იყოს პირი, რომელიც თქვა აქამდე პოლიტიკასთან შემხებლობაში არ ყოფილა. ნახოთ, ერთად გავიგებთ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დავტოვოთ ეს ინტრიგა. მე გეუბნებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს კანდიდატი და თბილისელები დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით მიიღებენ ამ ადამიანს. ფიქრობთ, რომ ამ კანდიდატით დაინტერესებას იმდენად შეძლებთ, ამომრჩევლის დაინტერესებას იმდენად შეძლებთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც თანხმების დღეს იყოფა, ესე რომ ვთქვათ, და მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, თუ არ უნდა აღიარონ ეს არჩევნები, ფიქრობთ, რომ დაინტერესებთ ამომრჩეველს ისე, რომ ისინი არჩევნებზე მოვიდნენ? ბუნებრივია ვფიქრობთ, მე მაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ ეს ჩვენი კანდიდატი იქნება ძალიან კონკურენტული კანდიდატი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისელებამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემა არის თბილისში და ჩვენი მთავარი ხაზი, მთავარი პოლიტიკური სტრატეგია სწორედ ეს იქნება, რომ ადამიანებმა, თბილისის მაცხოვრებლებმა, რომლებიც რეალურად ძალიან დაღლილები არიან აი ამ ყველაფრით, ავარიული სახლებით, ნარკომანით, ჯანდაცვის არარსებობით, აი მიუსაფარი ძაღლებიც კი უდიდესი პრობლემა არის ქალაქში, აი ვერაფერს ვეღარ აგვარებენ. აი ომხრივი თემა არის. ერთის მხრივ რომ თვითონ მიუსაფარი ძაღლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მეორეს მხრივ მოქალაქეებიც არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. აქამდე იმიტომ ჩავედი, რომ აი ყველაზე საბაზისო პრობლემებსაც კი ვეღარ აგვარებენ. დღეს აგერ ჩვენ ვარკეთილის მეტროსთან ქონდა ბრიფინგი, რომლის რეაბილიტაციაც 2016 წელს დაიწყეს, 9 წლის წინ და 9 წლის შემდეგ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს იძახდა, რომ სირცხვილიაო
თვითონ ასეთ შეფასებასაც დებდა. სირცხვილია რომ საარჩევნო პროგრამაში ისევ არ კეთილის მეტყვა. ხო, სირცხვილია რომ ეს აქამდე ვერ გავაკეთეთო. 6 წლის შემდეგ, ანუ 2019 წელს რო სირცხვილს ეძახდა, 2025 წელსაც მიდის და მოქალაქეებს ეუნება. თან ეხლა რომ მივიდა, ამასაც ვერ პირდება, რომ თქვა აი არჩევნებამდე გაიხსნება. წლის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთო. ბუნებრივია ეს არის იმის გამო, რომ მოახლოებულია თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები. ამიტომ ვიძახი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ჩვენი კვლევებით. მათ ეხლა თბილისში 23% აქვს მხოლოდ ხარდაჭერა და ვისაც ხვდებით მოქალაქეებს, აი ფაქტობრივად მე არ შემხოდრია მათი ამორჩეველი. ერთადერთი მათი იარაღი არის დაშინება, ძალადობა, რომ როგორღაც მიიყვანონ ადამიანები და მიაცემინონ ხმა და ამას უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა და მეორე არის რომ მოატყუონ კიდევ ერთხელ ხალხი და ამის შესაძლებლობას ბუნებრივია არ მივცემთ, ამიტომ მივდივართ ყველგან და ვააშკარავებთ დღეს ვაკეთილის მეტროსთან მისვლაც ამას ემსახურებოდა რომ ადამიანებმა იცოდნენ რომ 800,000 ლარია უკვე დახარჯული ამ მეტროს რეაბილიტაციისთვის, შიგნით მდგომარეობა არის წარმოუდგენელი და ყველაზე დიდი საფრთხე რაც არის ავარიულ ჯერ ისევ ავარიულ და რეაბილიტაციის ქვეშ მყოფ მეტროსადგურს ხსნიან და აქ უნდათ რომ გზავრთანაკადი შეიყვანონ, როცა ჯერ დასრულებული არ არის სამუშაოები. აი 9 წლის განმავლობაში ამასაც კი ვერ მიაღწიეს და ესეთი უამრავი ისტორია შემილია ჩამოთვალო, აგერ გუშინ ვიყავით ნაძალადევში, თქვენიც თუ ნაძალადევში ფაქტობრივად 4-5 წლის წინ დაანგრიეს სკოლები, დაანგრეულია მე-4 სკოლა, მე-10 სკოლა, მე-11 სკოლა, 113 სკოლა, მე-14 სკოლა, მე-13 სკოლაში დევნილები შევიდნენ, ის ცალკე სასაუბრო თემა არის, კიდევ რომ ადამიანსაც ვერ მიხედეს და ეს პრობლემები უკვე იმდენია და ისეთი გადაუწყვეტელია, რომ შეჭამა კორუფციამ თბილისი აბსოლუტურად, ერთადერთი რაც ესენი აკეთებენ არის ის, რომ საკუთარი პირადი ინტერესები დააკმაყოფილონ, საკუთარი გარემოც ვაყავდეთ კარგად და თქვენ ციცი და მოსახლეობამაც იცის, რომ ვინც კი იყო ქალაქ თბილისის მერიაში რაღაც მაღალ თანამდებობებზე, ყველანი ფაქტობრივად რაღაც ოლიგარქებად იქცნენ, მრავალსართულიანი. მედიას განუცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ერთ ფაქტსაც ვერ დამიტებთო ასეთი. ნუ ყველა დიდ პროექტს მისი მასთან ბმაში მყოფი ადამიანები იგებენ და რანაირად ხდება, მაგალითად რანაირად იგებს არქი ყველა დიდ პროექტს, რატო არის ის მონაწილე მთავარი, ხო ჩდება კითხვის ნიშნები, ხო და კიდევ უამრავი ფაქტი შეგვიძლია ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავასახელოთ. სანამ დავასრულებთ საუბარს, აუცილებლად მინდა რამდენიმე სხვა საკითხსაც შევეხოთ, უბრალოდ დღეს იყო განაჩენი ანატოლი გიგაურის ამ თემაზე მინდა გთხოვოთ შეფასება. დღეს მოვისმინეთ სხვადასხვა პოლიტიკოსების, იურისტების, თუ სამოქალაქო აქტივისტების შეფასება ამ საქმესთან დაკავშირებით. გითხარით თქვენი აზრით, განიხილავთ თუ არა აი ამ განაჩენს ბრალის გადაკვალიფიცირებას, თუმცა ფაქტია რომ ციხეში რჩება, აუცილებლად პატიმრობაში რჩება ანატოლი გიგაური, განიხილავთ თუ არა ერთგვარ დათმობად, აი როგორ აფასებთ დღევანდელ განაჩენს ეს გითხარით? ბუნებრივია ეს არის ნამდვილად რეჟიმის უკან დახევა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს დატყვევებული ხავს ქართულ ოცნებას, არის აბსოლუტურად უდანაშაული. და რა თქმა უნდა, მათ ვერ დააჯერეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას რო ვერ დააჯერებდნენ, ეს ფაქტი იყო, მაგრამ ის ადამიანებიც კი, ვინც დღევანდელ დღემდე რჩებიან ქართული ოცნების ამომრჩევლებაც, ის ხალხიც კი ვერ დააჯერეს იმაში, რომ ამ ადამიანებს რაიმე ბრალი მიუძღვიდა, რაიმე დააშავეს. სწორედ ამიტომ ჩაკეტეს სასამართლოს ხდომები, სწორედ ამიტომ აღარ უშვებდნენ მედიას იქ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უტრიალდებოდათ უყურმა, ამიტომ ესაც იგივე კონტექსტი არის, ადგილობრივი არჩევნები მოდის, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, საკუთარი ამომრჩეველიც გაბრაზებულია ამ უსამართლობით, რომელიც ამ პოლიტიკური პატიმრების მიმართ აქვს ქართულ ოცნებას, ამიტომ ისინი ამ ხრივაც უწევენ ტემპერატურას, რომ რაღაცნაირად ეს ბრაზი, რომელიც არის საზოგადოებაში, კიდევ ვიძახი, როგორც ოპოზიციურ ამომრჩეველში, ისე მათ ელექტორატშიც უკვე არის რღვევა, არათუ ელექტორატში შიგნით გუნდში აქვთ უკვე რღვევა, თქვენ იცით, რომ ერთმანეთს დაერივნენ, არ ვიცი, ზოგი თავს იკლავს, ზოგი რა მდგომარეობაშია, ზოგი რა მდგომარეობაშია, დაიჭირეს უამრავი მათგანი და ალბათ კიდევ დაიჭერენ. სისტემა მაინც ყოველთვის ქართული ოცნების სამსახურში დგება ხოლმე, არ როცა საქმეზე მიდის და არჩევნების დღეს ბეწვის ხიძზე გადიან, ნებისმიერ წამს შეიძლება რომ ეს სისტემა მოირღვას, იმიტომ რომ დინამიური პროცესები მიდის მსოფლიოშიც და დარწმუნებულები არ არიან უკვე თავიანთ სიმყარეში, სწორედ ამიტომ უშვებენ ამ პატიმრებს და ან თუ არ უშვებენ ბრალის გადაკვალიფიცირება მიდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ტემპერატურა დაბლა დაწიონ, რა თქმა უნდა, ეს არის რეჟიმის მხრიდან უკან დახევა, თორე არავის არ ჯერა მოსამართლეების პოლიტიკური გადაწყვეტილება და არაერთი მოსამართლის რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არავის არ ჯერა იმის, რომ სასამართლო გაკეთილშობილდა და ის მოსამართლე, რომელიც გუშინ თქვა უდანაშაულო ადამიანს ციხეში უშვებდა, დღესაც თავისუფლებს. ეს რა თქმა უნდა, ეს არ არის, ეს არის პირწმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არის რეჟიმის უკან დახევა.